Electronica FM. Tamuna Abramishviltan ერთად. რამდენიმე წუთში გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელს წარადგენს. კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა NDI-ის კვლევის შედეგებზე და მას შემაშფოთებელი უწოდა. ამ და სხვა თემებით პირდაპირ ეთერში ბრუნდება ქრონიკა FM 14 საათზე ახალ ამბებს თამარ აბრამიშვილი გაგაცნობთ. გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელს წარადგენს ღონისძიება ამ წუთებში იწყება და რამას რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, სადაც ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი განათლების სამინისტროში 8 თვიანი მუშაობის პერიოდსაც შეაჯამებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გააკეთა ჟურნალისტებთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამ პრესკონფერენციას. მინდა საზოგადოებას გავაცნო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში მინდა წარმოვადგინო განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე და საზოგადოებას თამართან ერთად ჩავაბარო ანგარიში იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც მე და თამარმა ბოლო პერიოდში ერთად გავახორციელებთ სამინისტროში. მოგახსენებთ, პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იყო უმნიშვნელოვანესი, ჩვენ მოვახდინეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეპოლიტიზაცია. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი იმ გარდამავალ პერიოდში და იმ გარდამავალ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ჩვენ ვიცით, როგორ იმართებოდა განათლებისა და მეცნიერების სისტემა და უმნიშვნელოვანესი იყო დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ სისტემიდან პოლიტიკური ელემენტის ამოღება და მის გადაყვანა ნორმალურ რელსებზე. საშიშროება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პროცესში ყოფილიყო გარკვეული მენეჯმენტური ჩავარდნა, ეს არ მოხდა. სისტემა მუშაობს თავისუფლად, მმართველობის კაცრი ხელის გარეშე, მაგრამ მუშაობს ეფექტურად. და ამისთვის მე მინდა საგანგებო მადლობა უთხრა ყველა იმ პროფესორს და მასწავლებელს, რომელიც ამ პროცესში ჩვენ გვერდში ამოგვიდგა. შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ხელფასები. გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები დაახლოებით 25-დან 60%-მდე. ასეთი ხელფასის და შეეხო 70,000-მდე მასწავლებელს. გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები. ასეთი სადღაც 40-დან 45%-მდე და ეს ზრდა შეეხო დაახლოებით 15,000-მდე სკოლის ადმინისტრატორს. დაფუძნდა სასკოლო ავტობუსების პროგრამა, როდესაც ბავშვები დაყავთ შორეული დისტანციებიდან, სხვადასხვა სოფლებიდან დაყავთ ავტობუსები და 16,000 ბავშვი სარგებლობს ამ მომსახურებით. შეიქმნა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რომელიც თქვენ იცით, რეალურად ეს პროგრამა განხორციელდება სექტემბერში და სექტემბერში ყველა ბავშვს საჯარო სკოლაში მერხზე დახვდება წიგნები. მშობლებისთვის ეს არის სერიოზულად იმ ფინანსური და სხვა ტიპის შეღავათი, იმიტომ რომ ეს ბავშვები და მათი მშობლები აღარ იქნებიან ფინანსურად სერიოზულ პრობლემაში. დაახლოებით 9 მილიონამდე ოჯახს შეეხო ეს რეფორმა. დაფუძნდა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც პროფესიულ სასწავლებლებში დაახლოებით 15,000-მდე ბავშვი მომავალ წელს ისწავლის უფასოდ. შემოღებული იქნა 17 ახალი სპეციალობა უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. გაორმაგდა სტუდენტების დაფინანსების მიმართულება მაგისტრატურის, სოციალური დაზღვევის და სახელმწიფო სტიპენდიების მიმართულებით. პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში უმაღლესებში დაფინანსდა დოქტორანტურა. სკოლების მშენებლობა დაიწყო და 600-მდე სკოლა რეაბილიტირდება ამ წელს და 8 სკოლის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ მოვამზადეთ და ამერიკის მთავრობასთან ერთად მოვამზადეთ და ხელი მოვაწერეთ 140 მილიონიან პროექტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ამერიკულ მხარესთან ერთად მომავალი წლიდან ჩაიდება 140 მილიონი დოლარი. განხორციელდა ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რის შედეგადაც პირველი დაცული იქნება სახალხო ქონება და აღარასდროს აღარ მოხდება უმაღლესების ქონების გასხვისება. ეს არის ის შეცვლილი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს ქონება ექნება დაცული მომავალ თაობებისთვის და ასევე
განხორციელდა ცვლილება სახელმწიფო ბადებთან მიმართებაში და მომავალი წლიდან ამოსავალი დაფინანსებაში იქნება პროფესორი და პროფესორები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, აღარ იქნება ის რომ პროფესორის მიმართ იქნება მიმართული მცირე ყურადღება და თანხები. და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგავთ, ეს არის ის, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენით იწყება ქართული მეცნიერების წარსულის აღიარება და ახალი მეცნიერების მშენებლობა. წელს არის 70 წელი დიმიტრი უზნაძის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან და მე დიდი სიამაყით და ახტაცებით ვამბობ იმას, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება საქართველოში. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი განვახორციელებთ ერთად, თამართან ერთად. თამართან ერთად ჩვენ დიდი ხანია ერთად მუშაობთ. თამარი სწავლობდა იმ ინსტიტუტში, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი მანამდე, ჯიპაში. ის აგრეთვე სწავლობდა ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მუშაობდა როგორც ჯიპაში, ასევე მუშაობდა ურბანულ ინსტიტუტში და რეალურად ბოლო 8 თვის განმავლობაში ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გეგმავდა და ახორციელებდა აი ამ ცვლილებებს, იყო თამარი. თამარი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა უმციკლო ბიოგრაფია, სერიოზული, ბევრად ძალიან სერიოზული მიღწევები მენეჯმენტის მიმართულებით. ის არის ადამიანი, რომელიც უპრობლემოდ ახორციელებს ურთიერთობას პარლამენტში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ის კანონები, რომლებიც გადიოდა პარლამენტში, იყო მისი ხელმძღვანელობით და მან შესძლო ძალიან ეფექტურად ემუშავა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან და შესაბამისად მე წარუდგინე თამარის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრისგან მივიღე თანხმობა ამასთან დაკავშირებით. ასე რომ წარმოგიდგენთ ქალბატონ თამარს და მზათავართ, რომ ერთად გიპასუხოთ თქვენ კითხვებს. კურსი და რეფორმები, რა თქმა უნდა, დაგეგმილია. მიყვანილია იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე უნდა გადავიდეთ უშუალოდ ამის განხორციელებაზე და რეალურად ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. რა თქმა უნდა, კურსის შესვლას არ ვაპირებ. რეფორმების პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწება, გახდება ფართოდ საზოგადოებისთვის ცნობადი, ხელმისაწვდომი, იქნება მათი ჩართულობაც, იქნება მათი აზრიც გათვალისწინებული, ამისათვის არის აი ასეთი მასშტაბებით ეს ყველაფერი დაგეგმილი. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ გიორგი მარგველაშვილის პრეს-კონფერენციას, სადაც მან დღეს განათლების მინისტრი წარადგინა. გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს. ამის შესახებ მან თამარ სანიკიძის წარდგენისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა თამარ სანიკიძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში ის პროექტები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაიგეგმა და განხორციელდა, თამარ სანიკიძესთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ და სხვა თემებით ქრონიკა FM პირდაპირ ეთერში უკვე მოკლეს საინფორმაციო გამოშვებით დაბრუნდება.